გამარჯობა, მოგესალმებით. მე რამდენი სტუმარი ხარ ჩემ პოდკასტში უკვე აღარ მახსოვს, იმიტომ რომ საკმაოდ ამერია სტუმრების დაცვის ამბავი, რამდენი ხანი არ ჩანდება. მადლობს ისურვებთ. მადლობა. საკმაოდ დიდი შვალეთი არ ჩანდით არც მე და არც შენ და გამოჩდი და პირდაპირ დაგაკავეს დავითთან ერთად. აი რომ მოგყვე რა მოხდა, რატო იყავი, რა სიტუაცია იყო, რა ვითარებაში დაგაკავეს, მე თუ მოხდა დაკავების მე რამე და კი ბატონო, მოგესალმებით პროდუქციის მოგესალმებით შენ აუდიტორიას. ძალიან მარტივი ამბავია რა. ყველაზე მეტად სისტემას ვიციშინია არის რომ იმ ადამიანებთან, რომელზეც ფიქრობენ რომ აი მათ ფორმულირებული მონები, მათ შორის გულისხმობ ძალოვნებს არ გამოვნახოთ საერთო ენა. ზუსტად ეს მიმდინარეობდა რუსთაველის გამთირზე, არასდროს არ გამოურჩეოდი პოლიციელების დისკრიმინაციით, განსაკუთრებით საპატრულო პოლიციის მიმართ, არც არასდროს გამოურჩეოდი მათ მიმართ შეურაცხყოფებით, თან დამაკნინებელი სიტყვებითან საუბრებით და სწორედ ეს მიმდინარეობდა, ხო საუბრობდი ერთ-ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელთან, სადაც ალბათ მემანიშვილს ძალიან მოეშალა, იმიტომ რომ ის ადამიანიც ისეთ პასუხებს მაძლევდა უკვე რომ აშკარად არ აწყობდა ხორბანშოს არ მოწონდა ეს, იმიტომ რომ იმ ბატონმა მითხრა რომ კი ცვლილება გასაგებია, მაგრამ ნუ ესევე შეცდომითაც ხუთი კაცი კეტავთ რუსთაველს, ხო? აი მე გუთხარი რომ არ იმაზე რატო აბეც მოვდიოდი იმ დღეს, მეთქი სოლოვაკიდან მივდიოდი საქართველოზე ძალიან საჩქარო საქმე მქონდა, მათ შორის და 10 კაცმა გადამიკეტა გზა. რაც ჩემთვის სასიამოვნო არ იყო, ხო? პირველი ჩემი ეფექტი იყო ის რომ გაუბრაზდი, იმიტომ რომ მე ჩემი საქმე მქონდა და რეალურად არ იყო იმდენი ადამიანი, რომ ყოფილიყო აუცილებლად რუსთაველის გადაკეტვის. არც უნდა კეტავდეს 10 კაცი რუსთაველს და არც 5 კაცი. ხო, ეს პირველ რიგში ჩვენი მინუსია რა, ეს იმედს და პოზიტივის ვაძლევთ საშუალებას, რომ დადო კადრები, სადაც ვართ 5-ნი, 10-ნი, 30-ნი, ხო, მაგრამ მე პოლიციას ამას უხსნიდი, რომ იმაზე უნდა დაფიქრდე, რომ არც ამ ადამიანებს არ უხარიათ, ხო, ის გზაზე რო დგანან, არც მაგ ადამიანებს არ უხარიათ, რომ ცხოვრებას წყდებიან, დგანან რუსთაველზე, არც არავის პროფესია არ ყოფილა რუსთაველზე დგომათ ენება და დღე-დღე იყოფნა, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ეს რეალობაში ვიწევს ცხოვრება, როცა შეიძლება ორ კაციან პროტესტს რამე გამოიწვიოს. სამწუხარო მომენტი არის ეგ მართლა რომ 10 კაცი კეტავს ხოლმე, იმიტომ რომ შენ შემთხვევაში ჩვენ საწინააღმდეგოდ იყენებენ ამ ყველაფერს და ვრცელდება ინფორმაცია ის რომ ამ იდეას რომელიც გამო ჩვენ ვიბრუზით, ყავს ძალიან რომელიც გარშემო ჩვენ ვიბრუზით და რომელსაც ჩვენ ვიბრუზით, ყავს ძალიან ცოტა მომხრე და ეს არ გვაწყობს. პლუს ამას გამოიკვეთა ძალიან არა, რატო ყავს ცოტა მომხრე? ანუ ამას აჩვენებს იმედი, პოსტივი, შაბარანში პროპაგანდა, ეგ კლასიკთან ერთად. ხო და ან ჩემთან არის ესეთი ის გავს ყველაზე უფრო ბაჩო გავს ყველა ძალიან. არ ვიცი მაგაც სახელები ორივე კვერცხი არის. სამად გური და ბაჩო. ხო, სავარაუდოდ ამოჭრია. სხვადასხვა ეგოია ადამიანი არის. ყველაზე მეტად ხო საუბრობენ რაღაცა ისე კონსერვატიულ ღირებულებებზე და რაიძე გამოიჩნდეს მაგათი ფოტოები, ხო? რაიძე ხუთი ავტობუსში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოარიდეს ტაბურეტკენ მამაოს ეგორი ადამიანი. აი ეგორი ადამიანი. ეგ არის ძალიან სასაცილო. ეს ადამიანები ჯერ ქართულ ოცნებას იბრძვიან და იძახენ რომ ოღონდ ჩათლახები მამა ძაღლები და ამყლები და მეორე დღეს უცებ ხედავთ რომ ხო და აგერ ერთ-ერთი მაგალითად ერთ-ერთი ლუკა არის ერთ-ერთი ყველაზე პატარა საქართველოს სიაში წარდგენილი. სიაშია? სიაში. ხო, ეგ აქციებზე იქნება. ეგ ვერ გავარკვე, იმიტომ რომ არ ჩავმოვები ვარ მაგ ამბავს ძალიან. უბრალოდ ამბავი არის რა ხდება, იქნება ჩვენ უშოთ შეცდომას, ეს ადამიანები თავიდანვე ჩანერგილები არიან, ანუ რა ხდება? ძალიან სამწუხაროა, როცა ხედავთ ქართველებს მორალისგან დაცლილებს. ეს ადამიანები არიან მორალისგან დაცლილები. დედას ვცავარ ყველა უფრო ვანიჩებ უპირატესობას და უფრო დიდ პატივს ვცემ იმ მიშის და ბებოებს და ქალებს, რომლებიც შეიძლება ყველასთვის არამოსაწონი და არასასრული პროტესტის ფორმა აქვს, ხო, ყოველდღიურ პარლამენტთან განა. საკმაოდ მეცურები არიან. ყოველდღე წლებია აქ დგანან, წლებია. მიშას დაკავეს მე. კი, რამდენი რამე მოვიდა ნაცმოძრაობას, რამდენი რაღაც ხო იქ რაღაც ახლები გამოეყვნენ, ნუ რამდენი დაპირისპირება იყო, იქ კლანური დაპირისპირება, რაღაც ყველას თავისი ინტერესი ჰქონდა, მაგრამ ეს ადამიანები არიან მიშა სააკაშვილის ერთგულები. ეს უფრო დასაფასებელია, ვიდრე ადამიანი, რომელიც ერთი რეაქციაზე დგას და მეორე დღეს რაღაც როდესაც თანხას შესთავაზებენ, როდესაც შესთავაზებენ რაღაც მანდატს, შესთავაზებენ იმას, რომ აქვს რაღაც პრივილეგია თავის თანატოლებთან შედარებით და უცბად იქით მათაშორის საერთო ამბავი არის რა, რომ ეს ადამიანი, ხო, აი მაშინაც კი როცა პროტესტზე იდგა, მაშინაც იყო თესეულ სტუდენტია სხვათა შორის და იყო სტიპენდიანტი. დადიოდა სხვადასხვა სახელმწიფო გასვლის პროგრამებს და ასე შემდეგ. შენ გახსოვს ჩვენ უნივერსიტეტში პროტესტი ქონდა დაწყებული, ანუ კანონ კი არა, ერთ-ერთმა დაგვაშენა რა მისი ხეთ საუბრობთ.
ელიზბარი ყველაფერზე რაზეც შეიძლება მუხლი ესადაგებოდა არ ესადაგებოდა ყველაფერზე გვიჩივა და ეხლა ანუ როგორ ხერხდება ის რომ ადამიანი მაგალითად მე და შენ გავართ პროტესტზე და მე და შენ გვაყადაღებენ გვიჭერენ ცემენ და ესენი ამ დროს ყველანაირი ვთქვათ ფუფუნებიც არგებლობენ ანუ არ მისმის ან თავიდან ჩანერგილები არიან ან ამარაცებით მოთავაზებენ გოცილზე მე მგონი ხო ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რო გამოდის იქ რაღაცა ვიდეოებს წერს ეგენი ბოზები არიან ის არიან ეს ის გოგოროცემა ხო ეს ქათანი ტიპი გვეუბნება რომ მომიტინგები ეგენი სულ ყველა ქათმები პეტუხები ბოზები არიანო და მეორე წამს ხელი მოხვდა თუ არა პასტა ფუცელი ვერ გააგდებინეს ხელიდან ხო ბოზობაზე გველაპარაკება ეგეთი ხალხი შორის ხო თქვა რომ ხო მეო ვინ დამარწყავდაო ვინ გაბედავდაო და მეორე დღეს დაჭრილი არის სამი კაცი ხო სისხლზე ხო და ან ხურდულ გუჩურ ქართულ რა გაგება ყველა გაგებაში არ ვიცი რა ცხოვრები ცხოვრობს ეგ ხალხი არ ვიცი ესეთ სიტყვებს რო ხმარობ ძალიან ძიმე სიტყვა არის ხო მათ შორის ქუჩაში ხო და ეს სამწუხაროდ ქუჩის ესთეტიკა საქართველოს კაი ამოშორდა და ჩემი აზრით კაიხანი ამოშორდება კიდე იმიტომ რომ 90-იანი გქონდა გავლილი მაგრამ ეს ადამიანები ყველა ამ გაგებაში პასტა ფუცლის აღება და ვიღაცას ჩივილი არის ბოზური ეგრე ვიცი რა ეხლა ქუჩაში გაგვივლია სულ ყველას და ხო რავი ჩვენ თუ არა მეგობრები ყავს ხო ვიღაცა სხვა ცხოვრები ცხოვრობს ვიღაცას ეს გზაა კარჩეული მე ესე ვიცი რომ ეგ არის ბოზური და არა ეგ არის ისეთი ამბავი არის რომ ფიზიკურად უკვე პოლიციას აი კრიმპულს და ქუჩაში მგარ ბიჭს ერთმანეთს და ვერ გაარჩევ იმიტომ რომ აპარატის მანერა აი დგომის კრიმინალური პოლიცია პირდაპირ მნიშვნელობით ამართლებს თავის სახელს ეს არის კრიმინალური პოლიცია ანუ ჩვეულებრივი ტიპები ქუჩაში იდგნენ არაფერი არ გამოუვიდათ არ შემდგარი ძველი ბიჭები გაბოზდნენ თავიდან პოლიციაში ადვილად რო ვთქვათ რა ყველა არა ნუ იმიტომ რომ ეხლა კრიმინალოსოს მიტრიალებს ბიჭოთ მელაპარაკება რა ხო ეგეგერია ცუდი ჩანს უფრო ყოველთვის ეგერია ჩვენ ხარესაც და იმას ეგ არის რომ ჩვენ ვცდილობთ რომ ეს ცუდი აღმოვხვრათ და რაღაცა კარგი იყოს რომ დავიღალეთ რა ეხლა რა წარმოიდგინე ჩვენი მშობლები ქუჩაში იდგნენ აპროტესტებდნენ მათი მშობლები ქუჩაში იდგნენ აპროტესტებდნენ მათი მშობლები კიდევ ვაფშე კომუნისტური პერიოდის დროს რეპრესიების ქვეშ იყვნენ და აღარ მინდა რა შვილი მინდა ყავდეს და არ მინდა რომ ისიც იმასაც მოუწიოს რუსთაველზე დგომა და გადადექის ყვირილი და რაღაც აშენებები გაგუდვა და ასე შემდეგ მართლა გონიათ რომ მაგაში ფულს უძებთ მართლა გონიათ რომ აი მაგაში ვიღაცა იხდის აი მაგასაც ჯერ რადომის უჩქუო უნდა იყოს აი რა მიზანი უნდა კონდეს აი მაგაში იხდიდეს ფულს რომ ხუთმა კაცმა უსწავლელი გადაკეთდეს არა აი ეგ კიდე საინტერესო არის მასაც მინდა შევეხო რომ გაიგვა რომ პროტესტს ერთ-ერთი ლიდერს ვერ დაუძახებ. ერთ-ერთი ადამიანი რომელიც აქტიურობდა, უცებ იყვება რომ მამამისი იგებს ტენდერებს. მამამისი იგებს ტენდერებს. ხო, ლუკა ეგ მანდ ორი აზრი მაქვს რა. ეგ ადამიანები არიან მიშის წეროს არ ვეგონო, მაგრამ ნუ კავშირშია რა ვქნა. გახსოვს ეგეთი მომენტი მიშას პლაკატებით რო ზუსტად ხო, კი დაუხიეს რომ მიშას მოაჩვენებთ ეგო პროპაგანდა მუშაობს რომ ჩვენ წინააღმდეგ მოკლედ. რა პროპაგანდა. აი გეტყვი რა მაგაზე მე მაგათი საუბარი მქონდა. პროპაგანდა მუშაობს ჩვენ წინააღმდეგო მიშას პლაკატებს რო აჩვენებთ ყო და კოცოვის პროპაგანდაც ყავს უნდა უსხავთ რა. აი მოდი ეს ვახუშტი მენაბდე ეს ჭანტურია თუ რა გვარი არ ვიცი ეს საზმაობის მარშალები ხო პირველ რიგში მაშინ დაუარონ თელ აქციას და ვისაც რავი საყურე უკეთია ვისაც რავი ოდნავ ისეთი შეგებილით მაგრამ დაუარონ და ყველას უთხრან რომ გადაიღებე საყურე მოიხსენ მიდი აი ხომ მუშაობს კოცოვის პროპაგანდით ჩვენ წინააღმდეგ მას მე პრობლემა არ მაქვს ეგ არის ძალიან უცნაური ჯერ ეგენი მოაგვარონ მაშინ რა ნიშას პროპაგანდის ამბავი ხო თქვათ მოდი ადვილად რა ის ადამიანები რომელიც ნაცმოძრაობის დროს არ მოსწონდათ და იზიზღებოდა და ვინც აშავებდა ის ადამიანები ეხლა ჩვეულებრივად არიან ხოცებში. გოჩაინუკიძე, ბეკაუჩარი. ხო, ადამიანები ხა რამოდენიმე პოდკასტის წინას ვთქვი რომ ადამიანები რომლებიც მიშას ადრესებს კამზე ასულები სვავდნენ და მირაბიშვილის ადრესებს. ეხლა ისინი მიმეძახიან ნაციონალს და ნაც, რომელიც 2 წელია პარტიაში მივედი და პარტიაში ანუ ძალიან ბევრი რამე შეიცვალა და მე ვფიქრობ რომ კიდე ძალიან ბევრი რამე არის შესაძლებელი მაგასაც შეიძლება. გაჯანსაღების ჯერნაციონალური მოძრაობის. გაჯანსაღების ჯერა მხოლოდ ახალი თაობის ასე ვთქვათ საფუძველზე და ახალი თაობის მაღალი ფიქრობ რომ სახელი არ არის პრობლემა. სახელი არ მოვიგოთ ვარ პოლიციის სამშობლოში იქნება GDD საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. აი ხა რაღაცა ხელისუფლებაა რა, ვიღაცა პეტრე პავლეაშვილი არის ხელისუფლებაში, დაიკიდე ბიზნესს და მიშაც. ვიღაცა უცხო ძალა ხელისუფლებაში და ამ უცხო ძალამ გააკეთა რაღაც ისეთი რაც საზოგადოების აი 60% წარმოეწონა. 40 ხურმოჭილი მონაა და მოწონს, მაგრამ 60% წარმოეწონა და ამ 60%-დან ამ 60%-ს 20% გამოსულია მიტინგზე.
გეუბნება რომ გადმოდიო ჩემ მხარესო, შენი მოქალაქე დგას იქ, შენი ხალხი დგას. იცი რომ ბევრი გულწრფელადაა, ბევრი პრიჩინაზეა ჟარგონი რომ გამოვიყენოთ, ბევრი მიზეზს ეძებს რომ შარია იყიდოს, ხო ეგრეა, კლასიკაა. კი, ბევრი. მაგრამ უმეტესობა გულწრფელია. აი მაინტერესებს, აი გადმოდიო ჩემ მხარესო და გადახვედი მაგათ მხარეს რა. ეს იმ ხელისუფლებამაც ნახა, რომ შენი აი მაგ ხალხის გადასვლის მომენტში, ეგ ხო მომავალმა ხელისუფლებამაც ნახა, მით უნდა მოვიდეს. ხო ნახა. შენ თუ მოწოდებით პოლიციელი ხარ და გინდა რომ იყოს სამართალ დამცველი, ხო? ნუ წალებში რა, შენ გულწრფელად ეგ გინდა, ძალადობა არ გინდა. მაგრამ აი გადახვედი მაგათ მხარეს შეიცვალა ხელისუფლება. იმ ხელისუფლება, ის ხელისუფლება ხო მიტინგზე იდგა. იმ ხელისუფლებამ ხო ნახა რომ შენ რაღაცა პრინციპი შეგერხა, რაღაცა რა, არ დაიმორჩილე მოქმედ ხელისუფლებას, გადახვედი იმათ მხარეს, ვიღა დაგიძახებს პოლიციაში. ადვილი ამბავია. არავინ აღარ დაგიძახებს. არა, ეგრე არის. შეიძლება ნებისმიერ მომენტში იმას რომ მიქარო. ეგ არის პრობლემა არის ის რომ აი მაგას პრობლემა არის ის რომ მთავრობამ არ უნდა მიქაროს. გავიგე. ეგ არის მთავრობა თუ მიქარავს, ხო? ეგ არის რომ ეს ადამიანი მისი მოვალეობა არის რა, რომ დაიწყოს მოქალაქე. ხო, მთავრობა ისეთი მთავრობა უნდა შექმნათ, რომელიც არ მიქარავს. იმიტომ რომ ეხლა მოდი ადვილად დავიღოთ რა, ეს და შენს გვაქვს რაღაც ამბიციები. ასე ვქეთო რაღაც. ასე გადაიც იმაზე რომ ეს მთავრობა არ უნდა იყოს ისეთი, რომელსაც შეიძლება ჰიპოთეტურად გეტყვი რომ ნეტა ზუსტად გამსახურდა იყოს ხელისუფლებაში, ან ნეტა. აი ეს ეროვნული ხელისუფლება და მერაბ კოსტავა იყოს ხელისუფლებაში. აი ეგეთი ჰიპოთეტურ რაღაცას მეუბნები. მე მაინტერესებს შემდეგი რამე. ასო გამეც კონკრეტულად პოლიციელი. გადავიდოდი. მაგრამ მაშინ აპრიორი შენ პოლიციაში ვერ იმუშავებდი. ვერა ხო? მასობრივად აი იმ ადამიანებმა რომელთა მოწოდებაც არის პოლიციელობა, მეტი არაფერი არ იციან. აი ან თუდად კი არ ვაკნინებ. ეგ იცი რა. არა, ხო გასაგებია. აი რა ქნან მე მითხარი. მიდი ჩემგან გამომდინარე მე ვიტყვი იმას რომ გადავიდოდი და კი ბატონო თუ ვიცი რომ ჩემი ქვეყნისთვის გადავდი ნაბიჯი და ჩემი ქვეყანა წინ წავა და მე კი ბატონო ეხლა ერთი ლუკა შველიძე დაიჩაგრება კი ბატონო არა მაქვს პრობლემა მაგრამ ოდესაც მასობრივად ხდება ესეთი რაღაცა მაგალითად ეხლა სპეციალიზება რომ გადმოვიდეს ხო მაშინ ეს ხოლმე უზრუნველყოს მათი ფინანსური მდგომარეობა ოპოზიცია უნდა ოპოზიციამ არა მარტო მათი ფინანსური მდგომარეობა უნდა უზრუნველყოს ოპოზიციამ იმაზეც უნდა იფიქროს რომ ამათაც არ მიქარონ თუ საერთო საქმეა ხო საერთო საქმეა ეგ ხო საგმირო საქციელია თუ საერთო საქმეში ის პოლიციამ უნდა გაიგალე რაღაცა შეგეხოთ რა არჩევნების სიტუაცია და რა მოხდა რატომ მოხდა იმიტომ რომ თუ დააკვირდები ხო ეთერებში ამაზე არ ლაპარაკობენ რა ნაკლებად ლაპარაკობენ ამაზე ეთერებში რა პოდკასტებში ნაკლებად მიდის ლაპარაკი ამ ყველაფერზე მაგრამ ეხლა უნდა ვთქვათ რა რომ რატო გაგვიყავდეს ან როგორ გაგვიყავ რატო გაგვიყავდეს როგორ გაგვიყავდეს და ამისთვის რატო არ ხოდა ჩვენ ბერკეტი იმიტომ რომ გამოვიდა მთელი ოპოზიცია და შანსი არ არის რომ ვერ გააყალბებენო როცა რა თქვა მე პირადად ქონდა ლაპარაკები იმაზე რომ როდესაც ჩატარდა კასში ჩატარდა არჩევნები მოიყავით დამკვირვებლად კი დამკვირვებლად და პირდაპირ მოვედი და ვთქვი რომ მე ფურცელს რო გადმოატრიალებ ის დედამოწყნული ჩანს რა და იქნება არ ეს ფურცელი გაასქელონა მე კი სისტემაზე კონტროლი ვაფშე არ არის ეგ მაგარი იყო ერთი კოცევიდან იყო მან კანდიდატი და მეორე მაგის ბიზაშვილი ხო ეგ ეს რა ქვია პუსკივაძე იყო თუ ვიღაცა ძალიან მაგარი ხალხი რა და თან ყველაზე მაგარი ის იყო რომ კოცების ისინი რა ქვია ბეგოები მაინც ბეგოები კი მაგათ რო ყავს ისე უნდა ხო და ანუ რატო თელი ოპოზიცია რატო გამოვიდა და რატო თქვა რა შანსი არა ხალხო გაყალბების ხო და მე არ გამოდი აი უესე გაგვიყავბესო თელი ოპოზიცია ზეიმოს რა გილოსავთ ხალხო ქართული ოცნება გადავიდა უკვე ოპოზიციაში და იდება არჩევნების წინასწარ შედეგები და რა ოპოზიციაში გადავიდა ცეკოს წინასწარ შედეგები და რა ოპოზიციაში გადავიდა ოპოზიციაში მან ერთ ოფისში ვიყავ ერთი პარტიის ეგრე მოხვდი რა და ისე რომ ნახეთ მე ცესკოს შედეგები ყველა მაინც ზეიმოს რა ვაფშე ყველა ზეიმობდა თავისთვის რა შვებით მეთქი ახ აქციაზე არ გავდივართ თქო რა პირველი ჩემი პროტესტი იყო წავედ რუსთაველზე რა მოიცაო ეხაო რა ქვია ოპოზიციური პარტიების ისინი რა წევრები არიან პერიოდშიო შეკრებილებიო ეხა ითათბირებიო და გეგმას გავაცნობენ სადა გეგმა სექტემბერია უკვე სადა გეგმა რა ვერ გაგვაცნეს ხო გითხრეს გეგმა ვარ ჩვენო აი ეკიდე უაზრობა არის გეგმა ან მე მაგას საერთოდ არ ვთანხმები და პოლიტიკოს რომელიც გამოძიეს რომ გეგმა ვარ მე გეგმა არ ხარ შენ გეგმა არის ხალხი რომელიც შენთან ერთად დაიდგა რომელიც არის რომ იბრძოლოს და არა შენ შენ რადონემ დიალოგამის სულია ეს პატარა ისტორიას კითხვის ისტორიაც არა რა იმ დროს ვიდეო დავდე რა ის გამოცხადა შორის Facebook-ი მაქვს დაბლოკილი იმდენი რეპორტები წამოვიდა რა საუბრობ რევოლუციაზე და აი ბევრი დიდი გამოხმაურება მოყავს რა და დამევლოკა Facebook-ი ციხეზე რო ვიყავი რეპორტები წამოვიდა ვერ აღვადგინე ახალი გავაკეთე აი მაგალითად რაღაც სამბოდი აი მაგალითად რა მაგას რო ვახსენებთ რევოლუციას და ასე შემდეგ
ერთი ქალი მიწერდა, რომ არანაირი არჩევნები საქართველოში, რომ ქალი მიზომამდე გამწარებული მიზომამდე მისული ვაფშე არ უნდა არჩევნებია, სულ რევოლუციით უნდა რომ ხელისუფლება იცვლებოდეს. აი ეგეთი ხალხიც არის. ანუ არანაირი არჩევნები საქართველოში. ეხლა წარმოიდგინე. ეგ ხალხი მოესწრო რას? კომუნისტებს, ზვიათს, შევარდნაძეს, სააკაშვილს, გრეჩიხოს, ანუ გრეჩი ხალხო ცალკე ამ ეგ დაუბრუნეთ იმ თემას ისე ძალიან მაინტერესებს ცოტა მინდა რომ უფრო ჩაუღრმავდეთ ახალგაზრდები რომლებიც აქციაზე დგანან და მერე ქოცდებიან რა ხდება აი მე მაგალითად ესეთი აზრი მაქვს რა რომ ეს ადამიანები ან ჩანერგილები არიან ან არ იყვნენ ესე ვთქვათ მენტალურად ესეთი გამძლეები როგორც ჩვენ ვართ რაღაცა შესთავაზეს რაღაც პრობლემა შეუქმნეს და ესენი უცებ ადრენ და გაქოსდნენ. იცი საით აზე ვისაუბროთ ლუკა, აი მაინტერესებს შენი აზრი რა. და ზოგადად ყოველ ოპოზიციურ ადამიანს აზრი მაინტერესებს მაგაზე. აი მე მაგალითად პოსტი დავწერე იმ დღეს ბერლინში მიფრინავდი რაღაც შეხვედრებზე, იქ ქონდა ბუნდესტაგის დეპუტატებთან შეხვედრა რა. ნუ ეს შეიძლება ბევრისთვის ბუტაფორია იყო ჩემთვის მათ შორის, მაგრამ ქონდა უნდა შეხვდე მაგას. მაგრამ აი პოსტი დავწერე წასვლამდე რომ არც დიდი ხატის დაჭერა ოჯახის სიწმინდის გარანტია და არც ფერადი ბოლების გაშვება უმცირესობების დაცვა თქო. პრაიდმა რა თქმა იცი გააზიარა და დედამაგინა. ეს ჰომოფობიაა. აი მითხარი ქოცისგან ექტივით ინასხობდი. არა ჰომოფობი რატო? ეგ ცალკე ამბავია, რომ ეგ ხალხი ცალკე ამბავში არის. ხა ნახე როგორი ამბავია. მე ვაფშე და ესე ვფიქრობ, რა შეიძლება გამაკრიტიკონ, მაგრამ ესე ვფიქრობ. ცალკე უმცირესობების რომ მაგალითად მაგდებოდი უმცირესობების ცალკე უფლებები სას ბაროთახვები ბიჭო, იმიტომ რომ ისეთი ადამიანია როგორც ადამიანია, ნუ განსხვავებული არის, რომ რაღაც ორი გავიგე, მაგრამ ამ რეგიონში რო ცხოვრობ, ხო, მაგრამ ხა ამბავი არის რა, მე ვიძახი პირიქით, მაგალითად კარგი რაღაცას ვიძახი რომ შენ რომ მაგალითად LGBT ხარ, ხო, მაგის გამო ვიღაც არ უნდა მოგვარდეს და ალბათ სემოს. იცი რა არის, მაგენ გასულ ხვდები. რომ არ შეიძლება ზოგადად ადამიანის სემა ესე არ შეიძლება რა. ვინც არ უნდა იცოდე. აი, ხოდამწყეს მაგაზე ეს ჰომოფობია უგაჭო ხონდელიძე, მაგარი ჰომოფობია ის რა დაწერაო და ასე შემდეგ. აი ვეუბნები რომ მათ შორის რუსთაველზე პრაიდის დღეს იმფერადი ბოლების გაშვება აი არაფერს არ მოგხსენდა გარდა იმისა რომ იმედნო ვიდეო დადო და მილიონობით ნახავდა რა და ვიღაცები გამოდნენ ცემს ხო არ ვიცი მე არ ვიცი არ უცემება და შენ არ ზოგადად იმანზე თქვენ გამოდნენ ვიღაცები ცემს რა ვიღაცა გამო ხო გეუბნეოდი თუ აგერო აჰა ეგ რუსთაველი გამზირო ფლაგმანი რო იყო გაყალებული არჩევნებზე ეროვნული პროტესტისო აგერო ფერად ბოლებს უშვებენ პრაიდის დღეს კატი რა ოპერასთან გაუშვი ვინმე ხო არ გიშლის მაგრამ თუ ფლაგმანი არის არჩეული ის რომ ეს არის აი ამ პროტესტისთვის აი შეიძლება იყოს რა. არა, ზოგადად უნდა გაითვალისწინო ის რომ იცი რა არის, ჩვენი კონკრეტული რაღაცეები, რაღაც ყველაფერი არა, რაღაცეები უნდა გადავდოთ გვერდზე, როდესაც ვიზახით რომ ქვეყნისთვის იბრძვით, ხო? შეიძლება და იმ უფლებებს შეიძლება კაცო აგერო, ნახე მე და ლუკა ჭოხონელიძე ერთმანეთს ყველაფერში არ ვეთანხმებით, მაგრამ იმაში ვეთანხმებით, რომ ამ ქვეყნისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ეს ქვეყანა გამოგვიჯოს ამათ ხედიდან რა. თორე ლუკა ჭოხონელიძეს მაგალითად, აი მაგალითად გახარიაზე და ლელოზის სხვა წარმოდგენა აქვს, რაც დავინახეთ, მე სხვა წარმოდგენა მაქვს რა. არ შეიცვალა? არა, რო დამეთანხმე ყველაფერში. არა, არ შემიცვალა, ეხლა მე ვეთანხმები რომ შენ ესეთი აზრი გააქვს, თორე როგორც აზრი მაქვს, აი რეალობა ვილაპარაკა, ჭეშმარიტებას კი არა. არა, მე არ ვეთანხმები და გეტყვი რატო არ ვეთანხმები რა, ძალიან ნათუა და ეხლა მე რო შენ გითხრა რა, ლუკა, ვიცი რა, მე ეხლა რაღაც არ გავაკეთებ, იმიტომ რომ შეიძლება კაცო ეს შენგან ექნება, არ იქნება კაცური საქციელი და მე ის რო გავაკეთო ოდიში რა არის მათემატიკა გამიზეს მაგაში გესახები. იმიტომ რომ არ ვენდობი ეს არის არ ვენდობი ადამიანი რომელიც ხრაჯერ გადაწყვეტს თავის არ ვენდობი პრობლემა და იდეა ფიქსი არ არის ის რომ ეს მუნიციპალურ არჩევნებში შევყვნენ და შევიდნენ არჩევნებში ეგ არ არის პრობლემა არის უპრინციპო რომ სიტყვა რა თქმა უნდა გადავიდნენ მაგრამ თორე ეხლა მე მაგალითად ვერავის ვერ დაუშვი იმას რომ მაშინ გამოდის რა იცი რომ ჩვენ როდესაც დემოკრატიისთვის ვიბრძვით და ვიბრძვით იმისთვის რომ ადამიანმა თავის უფლებები გამოიყენოს და ეხლა მათი უფლება რომ ჩაირთონ ამ ამბავში ხო მე უბრალოდ იმას არ ვეთანხმები რომ ბიჭო გუშინ თუ იძახდი იმას რომ იცი რა არაკაცური არის ეხლა ჩართო იმიტომ რომ იქ ახალგაზრდები ციხეში ყავს მაშინ დღეს არ უნდა შეცვალო რა თორე ეხლა მე რომელი დიქტატორი მე ვარ ეხლა რომ ვიღაცას აუკრძალო აი შენ არჩევნებში არ მიიღე მონაწილეობა შენ მიიღე უბრალოდ რაღაც აი რაღაც შეთანხმებები მივალ და რაღაცას რომ ვიტყვით მაგრამ ტიპებმა ლუკა არ შეიძლება გადავიდა არის რუსები ქართული სულ არჩევნებში რომ შეხვედით რუსები ქართულა არა ეგ საკი ამბავია 2024 წლის 26 ოქტომბერს რომ შევიდნენ არჩევნებში ეგ არჩევნები არ იყო რუსული არ იცოდა გვარამიან თავიდანვე რომ გაყავდა მე იცი რა იყო და არც უნდეს ხალხი არ გაყავდებაო
ძალიან 2012 წელს თითქმის გაუთანაბრდა იქ ყველა აქტივობა იყო რა და აქტივობა როცა არის ქვეყანაში იმ დროს ხელისუფლება იცვლება. ეგეთი აზრი მაქვს რა იმისი არ მჯერათ, მაგრამ რომ იქ აპარატში შევიდა 5-იანი და 51-ად გადაკეთდა და რაღაც მაქსიმიზირების არ მჯერათ რა. გაყალბება არის დაშინება, არის მოსყიდვა. გაყალბება იმ დღეს არ ხდება, ხდება ერთი თვით და ორი თვით ადრე. პირადობები ჩამოვარდოს, ხალხს დააშინეს, იქიდან გაგდება. ის არ არის გაყალბება ამ ხელა მუნიციპალური თანამშრომლები როგორც ციპები, აიპები როგორც რომ მაგათია. ეგ არ არის გაყალბება. გაყალბება ხო, ეგ არის მაგას ბერკეტი. ეგ არის რა. რატო შევიდნენ? ეგ არის. ოპოზიციამ ოცნება ისე უნდა გადახიოს, რომ ის პროცენტი არ იყოს, თორე ეგ 15% ოცნებას და ყველა ხელისუფლებას სულ ეყოლება პლუს დაშინებული ხალხი. აი ეხლა ჩვეულებრივად ადამიანები რომელიც სახელმწიფო სასახლეში მუშაობენ, ეგ ადამიანები ყოველთვის მისცემენ მთავრობას, მაგრამ მაგაზე ხო არ არის ლაპარაკი, იმიტომ რომ ეკითხო სოჩი ყავს ხო საჩენჯი გა. აი ეხლა შემი არ მომწევ, ყველა კარად იყავ. ბაღების ყოლა. ბაღებზე გახსოვს რო დაურეკე ბაღების იმათა რა ქვია, თავმჯდომარეებთან ჩამოურეკე და ყველა თქვა რომ კი დამავალეს. დღემდე არის მე მგონი ეხლა გაიგები რომ მევრეკავდი. ხო და ეგ არის რომ ანუ როდესაც მაგას იყენებენ და ამ დროს ოპოზიცია ხარ და აი ადვილად ავიღოთ რით შეზო ეხლა ოპოზიციას მეთქმის მოპოვება ხო? ახალგაზრდებთან შეხვედრით. რამდენი ოპოზიცია ყავს შენ ნახე რომ ახალგაზრდებს შეხვდა ოღონდ არა თავიანთ ახალგაზრდებს. რამდენი ოპოზიცია მოვიდა შენ ასე ვთქვათ უნივერსიტეტთან. აი რამდენი ოპოზიცია მოსულა და რამდენი ოპოზიცია დაუწყეს სტუდენტებთან ლაპარაკი. მე რომ მელაპარაკები ხო მე გასაგები ისე ოპოზიციაში ანუ მე ისედაც აყვარ. და ელაპარაკე იმ ადამიანს რომელსაც მაგალითად საერთოდ არ ბიზნესა მაგას აკეთებდა რა. ბიზნესს აი ეგ ხოდა 2012-ში რომ ტიპმა ნაცები გააქოცა. აი ეგ იყო რა. ხოცები თუ არ გადმოიყვანე შენ მხარეს და არ დაანახე რომ ბიჭო აგე ნაცები უარ მოგწონს, მაგრამ 100 ჯერ უარესი არის ეს. თუ არ დაანახე და ხოც თუ არ ელაპარაკე, ლაპარაკის ეშინია ოპოზიციონერებს, რა ვიღაცამ ყვერცხს ხარმეს rolls აბა როგორ გიდო. ლაპარაკის კი არა, იმის თქმის ეშინიათ, რომ თქვა რომ იცი რა ჩვენ უმიკი არ გვინდა, უბრალოდ ვიძახით რომ ის დედამოწმული რომ შემოვა ტანკი და თუ შემოვა ტანკით, ხო, იარაღი უნდა ავიღოთ. მაგაში მგონი არც არავინ არ დაობს. აი არის რა, რომ მაგაზე რომ უნდა ვილაპარაკოთ, ვიცი რა, ჩვენ მაგალითად აქ ვიდექით. ვიცავით ქვეყანას და ყველაზე მეტი რეპრესია მაშინ წამოვიდა რუსეთისგან და როგორღაც ქვეყანა შევინარჩუნეთ, მაგაზე არავინ არ ლაპარაკობს. ყველა დღეს და ისე ამაზე არ ვილაპარაკეთ, ხოცების თამაში არ შევოთ, რას ქვია ხოცების თამაში. საკუთარ მიწაზე უკა ეგ არგუმენტი არის აპრიორი რა, საკუთარ მიწაზე ვერ დაიწყებ შენობას. ეგ ცალკე ამბავია. ეგ არის ჭეშმარიტება, მაგრამ აქ ვისწოს ომი არა ჯარისკაცების მხრიდან, არა მებრძოლების და ხალხის მხრიდან, მაგრამ იძლევა ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას, ხელისუფლების მხრიდან, ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. და მაგაზე არ მიდის ლაპარაკი და ეხა ჩინკარო ყავს წუნკიანი ის გამოვიდა და გუში საერთოდ აი სულ ომი ჩვენ დაგვეწყო რა. აი სულ ჩვენ დაგვეწყო. როგორ შეიძლება ხმამაღლა ეგ თქვა. და თან მაგაზე მთელი აი ეგ მაგას აკეთებს წუნკიანი რა რუსებს ასმენინებს რომ აი ნახე მე კაი ტიპი ვარ რა აი სააკაშვილი იყო სტუდიოს წუნკიანი მაგას აკეთებს. მეც არაფერს არ აკეთებს ბიზნესი და წუნკიანი. და სალომზურობიშუმაც ეგ გააკეთა რომ გამომიყვანეს გმირი. ხო წიგნია გაწეული სადაც წერია რომ ომი დაიწყო საქართველოს ანუ ეგ ცალკე ამბავი არის. ახლა ინდონეზია სასოწარკვეთილი არის ეხა სიტუაცია. ინდონეზია სასოწარკვეთილია ხალხი, რომ უყურებენ რა და ვის უსმინონ ფიზიკურად არიცენ, იმიტომ რომ ერთი ამას იძახის, მეორე ამას იძახის, მესამე მეოთხეს აგინებდა, მეოთხე ეხა მესამესთან ზმაკაცობა დაიწყო და ერთად არიან. ვაფშე რა ხდება უნამსო იყო ანუ ფიზიკურად ვერ გავიგება რა. აი ხო ჩართული ვარ ამ სიტუაციაში. ხო ანუ ასე ვისაშია ვერ ანუ ვერ გავიგე, იმიტომ რომ ასე თუ ისე ჩართული ვარ რა. ხალხი არ იცოდო. დავრობა არ ეყოფა დედამოწყული აქეთ უყურებს რა ვერ შეთანხმებულა ოპოზიცია. მარტივ რაღაცა. და ოპოზიცია დგას და 8-იანი, 9-იანი, 3-იანი, 17-იანი, აი ჩამოყალიბდით რა, ან ერთად აკეთებთ რაღაცას და ან გააკეთეთ და თვითონ რაღაცას ვაკეთებთ. მშვიდობიანი რევოლუცია როგორ წარმოვიდგენია და აი რა ხდება მაგ მშვიდობიანი რევოლუციის დროს. რევოლუცია არ ხდება ისე რომ ოპ შევიკრიბეთ, მივაწექით, მოერიეთ და შევედით პარლამენტში და აი გამოვაცხადეთ ვადამდელი არჩევნები, ხო? ჯერ რავი, რო შეიცრო, სულ ეგ მოხდეს, მერე ეგრევე ხელისუფლება დამუშოთ, ვისაც მოისურვებს, ვინ შევიდა, ეგ არ იქნება სწორი უნდა ჩაინიშნოს თავისუფალი არჩევნები და ხალხი ვისაც აირჩევს, ის უნდა იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ მშვიდობიანი რევოლუცია წარმოვიდგენია ესე, ეგ თქვი ზემოხსენებულს გავამეორებ, არ ხდება ესე რომ ოპ შევიკრიბეთ და მოვერიეთ. არა. ხანდახან შიგნითაც უნდა რაღაცები დაალაგო. და რა რიჭოები რა სისტემას არა აქვს ეს ღარიბაშვილი გომილაური
ლილუაშვილი ღრიჯო არ არის? რიჟვაძის ამბავი რო გავიხსენოთ, ეგ არ არის სუსტი წერტილი ქართული ოცნებისთვის. ნებისმიერი პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ამათი მომხრე არ არის და გულით ხშირ შემთხვევაში ჩვენკენ არიან თუ არ ვაგინებთ. ხშირ შემთხვევაში ჩვენ იდეას რო ეთანხმებიან, ეგ პრობლემა არ არის ივანიშვილისთვის. აი ეგეთი ხალხი შიგნიდან, ციხე შიგნიდან ხდება უკანა. მშვიდობიანი რევოლუცია ხდება ეგრე, როცა შიგნიდან გატეხილი ყავს უკვე. დაალაგებულია ეგ ამბავი რა. და ეხლა მიმდინარეობს მუშაობა რას ფიქრობ? ვიცი, რომც ვიცოდი მაგას აქ არ გეტყვი, მაგრამ არა, ზოგადად არის ამბავი რა. ფიქრობ რომ მიმდინარეობს. წესით უნდა მიმდინარეობდეს, წესით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს გაეცინება რა. ლევან ხაბეიშვილი რასაც ლაპარაკობს, ყველა არაფერს არ ლაპარაკობს რა. მაგაში ვარ დარწმუნებული. საერთაშორისო ძალიან ბევრი ამბავი, ძალიან ბევრჯერ ხო, ანუ სიმართლეში ხო არ არის ახლა. თელი რეპუტაციაც, სიცოცხლე მათ შორის, თავისუფლება, შვილები ახსენა, შვილებთან ერთად ვიდგებიო, ხო? ოჯახი ახსენა, იქ უნდა ვიყო. გიჟი ხო არ არის, ყველა ელაპარაკოს რაღაცა, ხო? ხო, ვინც აიყვანს თავისუფლს, იქ თუ დარწმუნებული არ არის რაღაცაში. ან რამე ინფორმაცია არ აქვს. გასაგებია. მაგრამ ანუ იმას ვიძახით, რომ ეს ამბავი ეს ერთხელში და ორთოში არ მოხდება და რატო არ უნდა მოხდეს? მოიც ეგან იზახდი რომ ის რო ქვია ესე ხობდა შევიკრიბე. არა, მაგას ვიძახი, მუშაობა მანამდე უნდა მიმდინარეობდეს, როცა გადამწყვეტ დედლაინამდე მივალთ. 4 ოქტომბრამდე უნდა მიმდინარეობდეს აქტიური მუშაობა. გასაგებია. ყველა კოდსა ის ეგრე მაგის ეშინიათ რა, ხომ აქ ერთმა ურთიერთობა რაღაცა. ბიჭო, ის რო აგერ შემოგარტყავს და შენ კაი ტიპი ხარ, მეორე შევმარტყეს ჩემთვის არაფერია და არა, პასუხი უნდა დაუბრუნოთ ყველას საერთოდ. ეგრე არ არის რა. დაჩაგრულის ამპლუაში არ მოწონს ხალხს დაჩაგრული რა. რო უყურებს ოპოზიციონერს, რო ეს ნახე სულ იჩაგრება, სულ გალახულია, არა. ძალას უნდა დაუპირისპიროთ ძალას. მაგრამ ამ ქვეყანაში სიმართლე რო იგებდეს და სიმართლე რო იყოს გამარჯვებული, მაშინ პოლიტპატიმრები იქნებოდნენ თავისუფლები. არა, ამ ქვეყანაში იგებს ძალა. ძალონებზე დგას მარტო ბიძინა ივანიშვილი. მეტი მაგას არ შეჩენი არაფერი. ძალონებიც უნდა გათხრენ შიგნიდან. 1, 2 პოლიციის რომელიმე ჩინოვნიკი რო მე პრევენციულად მიყვება. გოდიში რო ჯარგონს გადმოიკეროს აქეთ. მორჩენილია ივანიშვილი. მორჩენ. მე პრევენციულად მიყვება დანარჩენი. ხო რა, აბა რა დომინოს პრინციპით გაყვება კაცო. ეხლა ნახე რა ხდება ჩემ პოდკასტში კიდე. წინა სტუმარი, შექმნილ სტუმარს უტოვებს კითხვას. აი წინაზე მაგალითად იამყავდა ფარგლავა და ეს ადამიანი რომელიც მინდოდა რომ ყოფილიყო არ არის აქ. ვერ მოახერხა ფიზიკურად მოსვლა სავარაუდოდ, იმიტომ რომ არ ეცალა ხაბეიშვილმა, ხაბეიშვილს დაუტოვა კითხვაია, მაგრამ რახან ესეთი ტრადიცია შევქმნით, რომ წინა სტუმარი შემდგომს უტოვებს კითხვას, დაგისვა ეხლა იგივე კითხვას. რას ფიქრობ ოპოზიცია რატო არ ლაპარაკობს მეგობარ აქტზე, იმიტომ რომ მეგობარი აქტი საერთოდ არ გესმის ბოლო ხანებში და ამერიკის შეერთებულ შტატებზე და ტრამპზე და ასე შემდეგ. რატო არ ლაპარაკობს ოპოზიცია? რა, მე მგონია რომ კომპლექსი აქვს კობახიძის არ დაემართოს, გიყვარარ თუ კიდი ვარ, ეგეთი ამბავი რა. აქეთა რო გახვირით კობახიძე და ის რომ ტრამპი დაალაგებს. არ გოხო იყო მოსული, რომ ტრამპი დაალაგებს ყველაფერს ესა. ხმას არ ცემს, აიგნორებს რა ტრამპი რა. იგივე ვარ დაემართოს ალბათ კომპლექსი აქვს. ისევე როგორც კომპლექსი აქვს, წერა რო გითხარი რა. ხალხთან ლაპარაკის, ხალხთან ოღონდ ჩვენიანებთან კი არა. აი კონცეპტთან ლაპარაკის, რომ ვაიმე ვიღაცამ კვერცხიან ამესროლოს რა. ანუ ვიღაცამ საიდან არ ჩამომავალ. კაი. აბა ეხა რა შეკითხოს დავუტოვებ? ვინ არის სტუმარი ჩემი? სავარაუდოდ ფიქრობ რომ ახალგაზრდა იქნება შემდეგი სტუმარიც, იმიტომ რომ ახალგაზრდების აზრი ბევრად უფრო საინტერესოა. აი, მაშინ არ ვიცი რევოლუციონერი იქნება ის ახალგაზრდა თუ კონსტრუქციული აზროვნების ადამიანი, მაგრამ მაინტერესებს ვინმეს თუ ჯერა კიდე ამ ქვეყანაში არჩევნებით ეს ხელისუფლება კონკრეტული შეიცვლება, ხო? და თუ არჩევნებით ეს ხელისუფლება არ შეიცვლება, მაშინ რევოლუციაზე აქტიურად რატო არავინ არ საუბრობს? ან რატო არ ვემზადებთ ამისთვის მშვიდობიანი რევოლუცია? კი ბატონო. მადლობა. მადლობა შენ მოწვევით.